Allahu Ekber, Allahu Ekber. La ilahe illallah, Allahu Ekber. Allahu Ekber ve lillahil hamd. Elhamdülillah. Elhamdülillah. Elhamdülillahillezî menne aleyna bil imani vel islam ve alleme dinena bi risaleti seyyidil enam ve ceale yevmel idi iftaren limen sam. Kebbirullâhe tekbîrâ. Allahu Ekber. La ilahe illallah. Allahu Ekber. Allahu Ekber ve lillahil hamd. Elhamdülillahillezî esâbenâ bi sevâbis siyâmi vel qiyâm ve lâ yaqde'u ni'metehu annâ bil meâsî vel ethâm ve yestağfirûne lenâ ve yed'ûne rabbenâ liduhûninel cinâni melâiketul kirâm. Kebbirullâhe tekbîrâ. La ilahe illallah, Allahu Ekber, Allahu Ekber. Subhanellezî kadderel ekvat, Subhanellezî ecabed devvat, Subhanellezî be'asel emvat. Kebbirullâhe tekbîrâ. Ekber. La ilahe illallah. Allahu Ekber. Allahu Ekber ve lillahil hamd. Elhamdülillahillezî kâle fî kitâbihil kerîm. Euzu billahi mineşşeytanirracim. Bismillahirrahmanirrahim. وَتَعَاوَنُوا عَلَى الْبِرِّ وَالتَّقْوَى وَلَا تَعَاوَنُوا عَلَى الْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ وَاتَّقُوا اللَّهَ إِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ. صدق الله العظيم. وقال رسول الله صلى الله عليه وسلم: لا تقاطعوا ولا تدابروا ولا تباغضوا ولا تحاسدوا وَكُنُوا عِبَادَ اللّٰهِ إِخْوَانًا وَلَا يَخِلُّ لِمُسْلِمٍ اَنْ يَهْجُرَ أَخَاهُ فَوْقَ ثَلَاثٍ. صَدَقَ رَسُولُ اللّٰهِ فِي مَا قَالَ اَوْ كَمَا قَالَ. Ძვირფასო მორწმუნეებო, უსაზღვრო მადლიერება უზენაეს ალლაჰს, რომელმაც კიდევ ერთხელ გვარგუნა მადლმოსილი რამაზნის თვის ხილვისა და მისი სულიერი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ეს თვე ჩვენთვის იყო მარხვის, ლოცვა ვედრების, ყურანის კითხვითა და ქველმოქმედებით გამდიდრებული დრო. იგი იქცა მოთმინების, ურთიერთსიყვარულის, სიხარულის გაზიარების, სულიერი განწმენდისა და სამყაროს გამჩენთან დაახლოების განსაკუთრებულ პერიოდად. ერთის მხრივ გულების სინანულით გვევსება, რადგან ვემშვიდობებით ხვავ ბარაქის, ვედრების აღსულებისა და ცოდვათა მიტევების მადლმოსილ თვეს, მაგრამ მეორეს მხრივ გულები იმედითა და მადლიერებით გვევსება, რომ რამაზანი ღვთისმსახურებითა და კეთილი საქმეებით გავატარეთ. თითოეულ თქვენგანს და სრულიად ისლამურ სამყაროს გილოცავთ რამაზან ბაირამს. عيدul fitr mubarak. ბაირამი ის დღეა, როცა მორწმუნეები ერთთვიანი მარხვის, ლოცვისა და მოთმინების შემდეგ საკუთარ ვნებებზე გამარჯვების სიხარულს განიცდიან. შევთხოვთ უზენაეს ალლაჰს, მოგვიტევოს ცოდვები, მიიღოს ჩვენი მარხვა, ჩვენი ლოცვა ვედრება, ქველმოქმედება, გაღებული ზექათი, ფითრა და
ყველა კეთილი საქმეები. ძვირფასო მორწმუნეებო, ბაირამის დღეებში ყველა მორწმუნე ერთიანდება რწმენისა და ძმობის გრძნობით, მიუხედავად ეროვნების, ენისა თუ კულტურის განსხვავებისა, რამე თუ ბაირამის სიყვარულის, მიტევების, დამდურებულთა შერიგების, ერთიანობის, სიკეთისა და თანაგრძნობის დღეა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშებაში და ნუ შეეწევით ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. დღეს მოვინახულოთ ავადმყოფები, ნათესავები, მეგობრები და მეზობლები, მოვეფეროთ ბავშვებს და ობლებს, პატივი ვცეთ მშობლებსა და მოხუცებს, შევურიგდეთ მათ, ვის მიმართაც გულში წყენა გქონდა. ძვირფასო მორწმუნეებო, ისლამი აერთიანებს ყველას, მიუხედავად მათი ეროვნების, რასის, ენისა და სოციალური მდგომარეობისა. დიადი გამჩენი ყურანში ბრძანებს, მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის თოქს და არ დაიყოთ. შუამავალი მუჰამმედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ კი ბრძანებს, მორწმუნე მორწმუნისთვის შენობის აგურებს ჰგავს, რომლებიც ერთმანეთს ამაგრებენ. სხვა ხადისში კი ასეა ნაბრძანები, ერთმანეთს არ გაუნაწყენდეთ, ზურგი არ შეაქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ და მოშურნეობას განერიდეთ. ო ალლაჰის მსახურნო, ძმებად შეიქმენით, მორწმუნე ძმაზე 3 დღეზე მეტი ხნით დამდურება ჰალალი არ არის. მორწმუნე ადამიანის უმთავრესი თვისებებია რწმენა, სამართლიანობა, პატიოსნება, სანდოობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ერთმანეთის მოსმენა, მიტევება და პატივისცემა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისთვის. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ როგორც რელიგიური, ასევე ეროვნული ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მშვიდობიანი თანაცხოვრების გამტკიცებისათვის. მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს შვილებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები და დავიცვათ ისინი აზარტული თამაშებისგან, ალკო და ნარკო დამოკიდებულებისა და სხვა მავნეჩვევებისაგან. აღზარდოთ ისინი რწმენით, პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით. განათლებასთან ერთად განსაკუთრებული ზრუნვა გამოვიჩინოთ მათი სულიერი და ზნეობრივი აზრდისთვის. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ოჯახს. ოჯახი უნდა იყოს სიყვარულის, ერთგულების, ნდობისა და ბედნიერების კერა. მოზარდი აღზრდისა და განათლების პირველ ნაბიჯებს სწორედ ოჯახში დგამს. მისი პირველი აღმზრდელი და მასწავლებელი მშობელია. ამიტომაც მშობლების შვილებისთვის ყოველთვის უნდა იყვნენ საუკეთესო მაგალითი. ისლამი მოგვიწოდებს დავიცვათ ქალთა უფლებები. ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანებს, კეთილად მოეპყარით ქალებს. სხვა ხადისში კი ნათქვამია, თქვენ ქალები ალლაჰის ამანათად მიიღეთ, მათი ნამუსი და ღირსება გამჩენის წინაშე დადებული აღთქმის საფუძველზე ალალად დაიდგინეთ. ისლამი გვასწავლის, რომ სხვადასხვა ერებისა და ცივილიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიმართ მტრობა კი არ უნდა გააღვივონ, არამედ თანამშრომლობითა და დიალოგით ეძებონ მშვიდობიანი თანაცხოვრების გზები. ჩვენი მოვალეობაა ვისწრაფოდეთ მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და თანხმობისკენ. ჩვენი ერთადერთი გამჩენის, უზენაესი ალლაჰის მოწოდების მიხედვით შევიმოსოთ ერთიანად მშვიდობაში. დაეუზენაესმა ალლაჰმა მიიღოს ჩვენი მარხვა, ჩვენი ლოცვები და ჩვენი კეთილი საქმეები. მოგმადლოს მშვიდობა ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. დიადი გამჩენი იყოს თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს შემწედა მფარველი. ამინ. والحمدلله رب العالمين. ألا إن أحسن الكلام وأبلغ النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله الرحمن الرحيم.
إن الدين عند الله الإسلام. بارك الله. الحمد لله حمد الكاملين والصلاة والسلام على رسولنا محمد الأمين وعلى آله وأصحابه أجمعين تعظيما لنبيه وتكريما لشان الصفيه فقال عز وجل من قائل مخبرا وآمرا إن الله وملائكته يصلون على النبي يا أيها الذين آمنوا صلوا عليه وسلموا تسليما اللهم صل اللهم بارك وقل الحمد لله الذي لم يتخذ ولدا ولم يكن له شريك في الملك ولم يكن له ولي من الذل وكبره تكبيرا الله أكبر